რამდენჯერ ვამბობდით რამდენჯერ ვამბობთ ეს არის სიგიჟე ეს ომი არის სიგიჟე ყოველდღე აი თვითონ ტრამპი ამბობს რომ ეს იგი ჩვენ თურმე ვართ რუსეთუმევი და იმის მიათეთს არ ვამბობთ რასაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს რა თქმა უნდა და მაგაზე გვეძახდნენ მოღალატეებს და მონებს ვაფშე ერთი წამი აქ რაც ხდება საქართველოში ხო USAID-ის და Deep State-ის დაფინანსებით მხოლოდ ეგ მიზეზი იყო რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში უკრაინას არ გაუგზავნეთ სიმბოლურად აი ჩაფხუტი უნდა მაგას გთხოვდნენ რომ ეს საომარი რამე გაუგზავნეთ ჩაფხუტი მაინც რომ ამაზე ჩარტერი თორე ჰუმანიტარული დახმარება ყველაზე მეტი ჩარტერი ამის გამო ეხა რასაც ამერიკის პრეზიდენტი პროსტა ეგეთი რამე ხო არც გითხოვს რომელია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას მხარი დაუჭირეთ და ასე შემდეგ და რა ქვია პარლამენტის ხდომა უკრაინის დროშის და ტოლვილები მივიღეთ და გადავყევით თან რა მივიღეთ პასუხად მივიღეთ რომ ჩვენ ვართ რუსები და მოღალატეები ოღონდ ეს იყო დაფინანსებული დისკურსი რა თქმა უნდა ჩვენ ამბობდით ამას და გადაცემაში ყოველთვის შლიდით თუმცა აგერ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა უკრაინაში იმაზე რა ქვია რევოლუციაზე რომელიც ზუსტად ერთ-ერთი მაგ სცენარით მიმდინარეობდა აი აჭარაში იმ საბჭოში რო შედიოდა ნაგავი რო ჩამოაცვეს დააყარეს თავზე უკრაინაში ზუსტად ეგრე იყო ანუ შენ ესე იგი ისეთ დანაშაულს შადიხარ სახელმწიფო საჯარო მოხელე რომ აი ნაგავსაც კი გაყრიან იქ კვერცხების სროლა იქ ყუბოსდაწო ერთ-ერთი უკრაინის სცენარი მიდიოდა ჩვენთან და ნუ საიდან ეს მოღალატეები არიან ესენი არიან დივერსანტები ჩვენი წვენა საიდან